Saksstatis ცნობით საქართველოს მოსახლეობა 9900-ით გაიზარდა. მათი ცნობით მოსახლეობის უმეტესობა თბილისში ცხოვრობს. ვრცლად ნახეთ, რამდენში ადგენს საქართველოს მოსახლეობა და როგორია საქართველოს მოსახლეობის უახლესი მონაცემები და როგორია მიგრაციის სალდო. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3.704.500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10,000-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. Saksstatis მონაცემებით 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. Ამასთან თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 0-დან 14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ია. შრომის უნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი 64.2%-ია, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 16.6%. საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცია, ხოლო 52% ქალი. წინა წელთან შედარებით 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74 წელი შეადგინა. აქვე Saksstatis ინფორმაციით 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით 2024 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 121.425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხვიანობა 34%-ით შემცირდა და 135.811 კაცი შეადგინა. Saksstatis ცნობით ოფიციალური მონაცემების თანახმად 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64.594 მოქალაქე წავიდა.